გამარჯობა, ეს თეორემა და დღევანდელი გადაცემის მასპინძელი მე ირაკლი კიკნაველიძე ვარ. ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია ქართული ოცნების პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა. ამ რეალობაში ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებთ ამ გამოწვევას, ვიღებთ ამ რეალობას, რომელიც არის ნორმალური მოვლენა მრავალპარტიული ცხოვრებისათვის. ასე ახსნა დავით უსუფაშვილმა დღეს ქართული ოცნების კოალიციის დაშლა. 2012 წლის არჩევნებამდე უცნაური მეთოდებით შექმნილი გუნდი ახლა უკვე წინა საარჩევნოდ დაიშალა. რესპუბლიკელები სანამ არ გაათავისუფლებენ სამინისტროების დატოვებას არ გეგმავენ. პრემიერმა დღეს მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა ქართული რეალობისთვის წარმოუდგენელია არჩევნებისთვის მზადების პროცესში ორმა კონკურენტმა პარტიამ საერთო პოლიტიკა როგორ უნდა აწარმოოს. კაკისტოკრატია. ეს ტერმინი არისტოკრატიის საპირისპიროა და აღწერს სიტუაციას, როცა ხელისუფლებას ყველაზე ცუდები იგდებენ ხელთ. შეიძლება ვისაუბროთ თუ არა მსგავს მმართველობაზე უკვე საქართველოში, მას შემდეგ რაც კოალიცია დაიშალა. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან ქავატონი თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძე საზოგადოებიდან, ბატონი გიანოდია, პოლიტოლოგი, ბატონი თორნიკე შარაშენიძე, საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის პროფესორი. სანამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან გადავალ, ჩვენ გია ხუხაშვილი პოლიტოლოგი ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონო გია. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ბატონო გია, პირველ რიგში დღევანდელი გადაწყვეტილება ქართული ოცნების, როგორც ნახეთ, ბატონმა უსუფაშვილმა სწორედ ასე თქვა, რომ ეს სწორედ ქართული ოცნების გადაწყვეტილება იყო, რომ ისინი ცალკე გასულიყვნენ არჩევნებზე და შესაბამისად მოუხდა გადაწყვეტილების მიღება რესპუბლიკურ პარტიასაც. რა ტიპის გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნების შედეგზე თვითონ ქართული ოცნებისათვის? მე არ ვფიქრობ, რომ პარტია ქართული ოცნების შედეგზე ეს რაიმენაირად აისახება. სხვა საკითხია, რომ თვითონ ეს შედეგი რამდენად ხარისხიანი და რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება, ეს ცალკე თემაა. თუმცა კოალიციის დაშლა საკუთრივ პარტიის შედეგზე, პლუს-მინუს რაღაც შტომილების ფარგლებში განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს. იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ კოალიცია ფაქტიურად მისი ყველა სუბიექტი პარაზიტირებდა ერთ-ერთი ადამიანის რესურსზე. ფაქტიურად მათ დაავიწყდათ, რომ ძალაუფლების წყარო სინამდვილეში არიან ხალხი, არის ადამიანები და ისინი უკანა კარიდან ცდილობდნენ, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში და გაეგრძელებინათ შემდეგი პერიოდიც აი ეს უკანა კარებზე მიკაკუნების ხარჯზე, ხო? მოვლენების ლოგიკამ, პოლიტიკურმა ლოგიკამ ეს არ დაუშვა და ეს კარგია თავისთავად. ანუ ის ეკლექტიკა, ნეგატიური ეკლექტიკა, რაც დამახასიათებელი იყო ქართული ოცნებისთვის წინა საარჩევნოდ სააშკარაოზე გამოვიდა, ეს მსოფლმხედველობრივი ფუნდამენტური დაპირისპირება წავე ფაზაში გადავიდა და პრინციპში ჩვენ ახლა უბრუნდებით ნორმალური პოლიტიკური განვითარების ჩარჩოებში შევდივართ ისე, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა ეს არათუ აბსურდული იყო, არამედ სახიფათოც იყო სახელმწიფოს განვითარებისთვის, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც მუდმივი ძალადობაა, ხო? ცოლი ძალადობს ქმარზე, ქმარი ძალადობს მეუღლეზე, და ისინი ეგრეთ წოდებული ოჯახის სიწმინდეს იცავენ, იმით რომ აგრძელებენ ოჯახურ ცხოვრებას. ბუნებრივია ესეთ ოჯახში ნორმალური ჯანსაღი ბავშვი ამ შემთხვევაში ქვეყნის მომავალი არ შეიძლება რომ გაიზარდოს. შესაბამისად გაყრა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. ეხლა ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით, რაც ბუნებრივია სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არის სწორი. და ეს არის ევროპული დემოკრატია, როდესაც ყველა პარტია თვითონ იღებს ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციაში გარკვეულ მანდატს და კოალიციები შესაძლებელია შემდგომ ეტაპზე, ანუ პოსტსაარჩევნო ეტაპზე. უკვე პარლამენტში შეიქმნას. ბატონო გია, აი უკანასკნელი კვლევები, რაც ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს, ამბობს, რომ ქართული ოცნების ამორჩევლებიდან 61% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, ანუ ეს 61% არის პროდასავლური. რესპუბლიკური პარტია წლებია და განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე, რაც მთავრობაში მოვიდა, ამტკიცებს, რომ პროდასავლურია და სწორედ ის არის გარანტი ხელისუფლების პროდასავლურობისა. რამდენად იმოქმედებს, ასე რომ ვთქვათ, ქართული ოცნების პროდასავლური ამომრჩევლის თვალში რესპუბლიკელების გამოსვლა არჩევანს? საერთოდ მე ეს გარანტობის თემა მე ძალიან არ მომწონს, ხო? გარანტი პროდასავლურობის
ამათ ხელისუფლების, მოდით ესე ვთქვათ, პარტიას თავი გავანებოთ, არასოდეს არ არის რომელიმე პიროვნება ან რომელიმე პარტია, ხო? ნუ და როდესაც თავის ასოცირებას ახდენენ, ამ ყველაფერთან ეს ცოტა არ იყოს ჩემთვის მძიმე მოსასმენია, ალასანიას ჰქონდა ამის მცდელობა ცნობილი მოვლენების დროს, ეხლა რესპუბლიკელები პოზიციონირდებიან ამ პოზიციაში, მე ვფიქრობ ეს ესე არის. პროდასავლური განწყობების გარანტი არის ზუსტად ქართული ოცნების და თუნდაც ამ ქვეყნის ამომრჩეველი, ხო? ისინი არიან გარანტები და თავისთავად ისინი არ მისცემენ ხელისუფლებას გადათამაშების საშუალებას იქ რა მოძრაობებიც არ უნდა იყოს. ფაქტია, თუმცა რომ ტექნოლოგია დღეს ქართულ ოცნებაში გარკვეული დეფიციტი ჩდება ფიგურებისა, რომლებიც აშკარად გამოკვეთავენ და აშკარად აი ამ ტალღაზე, ამ განვითარების ვექტორს გააგრძელებენ. ნუ ერთი პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მე მგონი ჩვენ კითხვები არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მან შექმნა გარკვეული, ნუ სუსტი, მაგრამ მაინც მიზიდულობის ცენტრი. ეხლა ქართულ ოცნებას სჭირდება 3-4 ადამიანი, რომელსაც ექნებათ ასევე საკმაოდ მწყობრი გარკვეული ფასეულობათა სისტემა და ნუ ამით რაღაც სტაბილიზაციას მოახდენენ. სხვა საკითხია მთლიანად ქართული ოცნების პოლიტიკური პერსპექტივები. ის რომ ეხლა იქ პრორუსული გახდება და რაღაც საფრთხე არსებობს, ხო? მე ამას სკეპტიკურად უყურებ. ამ საფრთხეზე ჩვენ გვესმის უკვე წლების განმავლობაში ლაპარაკი, მაგრამ ამის ეს რეალობაში არც ერთ ეტაპზე არ გადასულა. მე იმედი მაქვს, რომ ეს არც გადავა არასოდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები ჭირდება. რამდენად მოახერხებენ რეორგანიზებას, ეს ცალკე თემაა და ძალიან მძიმე თემაა, ხო? იგივე ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ წარმომადგენლობას, რომელიც დადის ქართული ოცნები და კვაჭან ტირაძე, გუგული მაღრაძე, ეკა ბესელია, ხო? მე არ ამგონია ეხა ისინი რაღაც სხვა მიმართულებით მიდიან. სხვა საკითხია, რომ ხარისხი მათი შესრულების ამ ვექტორის მიმართულებით არის ძალიან დაბალი საგანგაშო ქვეყნისთვის მე ვიტყოდი და აი აქ პრობლემები აქვს. ანუ კვალიფიკაციის პრობლემა უფრო აქვს ვიდრე ფასეულობათა სისტემის ცვლილების. გასაგებია, ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავთ ტერორისტულ დარტყმებს სხვადასხვა პარტიების მიმართულებით, რაც ვლინდება პირადი ცხოვრების სამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაში. ამ თავდასხმების, ტერორისტული თავდასხმების, როგორც ფერმა შეაფასა, მსხვერპლი გახდა თავისუფალი დემოკრატები, გახდა რესპუბლიკური პარტია. ხომ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ჩვენ დავინახოთ სწორედ აი ამ კოალიციის დაშლის დიდ სურათში, სწორედ აი ამ ჩანაწერების გამოქვეყნებაც. არ ამგონია რომ ეს კოალიციის დაშლა ყოფილიყო აქ მთავარი სამიზნე და მეცაც გეტყვით სამწუხაროდ მე მაქვს შეგრძნება რომ ის რაც ჩვენ დღემდე ვნახეთ ეს იყო მხოლოდ გარკვეული ძალიან ბნელი პროექტის ტესტირების პროცესი, ხო? ანუ არსებობს რაღაც დიდი გეგმა, მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება ყოველ შემთხვევაში, რომლის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა. ეს უბრალოდ გაიტესტა ამ ორი ეპიზოდით საზოგადოებრივი განწყობა, საზოგადოების რეაგირება და ძირითადი მოვლენები ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, ჩვენ წინ გვაქვს და ნუ სამწუხაროდ ხელისუფლება მზად ვერ დახვდა ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ სამიზნე აქ, რამდენადაც არ უნდა გაიკვირდეთ, არ იყვნენ ის ადამიანები, ანუ არა ოპოზიცია, არამედ უფრო ხელისუფლება ამის სამიზნე, ჩემის აზრით, ხელისუფლების ფუნდამენტია სამიზნე, იმიტომ რომ ის ერთადერთი თუნდაც მცირედი, მაგრამ მაინც მონოპოლარი დღევანდელი ხელისუფლების იყო, რომ გარკვეული განცდები უკანა პლანზე გადავიდა, დღეს ფაქტიურად ეს ყველაფერი უკან ბრუნდება. წყალი იმღვრევა და ნუ მღვრიე წყალში ბუნებრივია ავანტურისტების და მამაძაღლებს ყოველთვის აქვთ იმედი რომ რაღაც თემს დაიჭერენ და რაღაც მე კონკრეტულ გეგმაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა იმიტომ რომ აქ ვარიანტებია მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ვიყოფებით მხოლოდ ამ გეგმის დასაწყის ეტაპზე და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. გასაგებია და ბოლოს რაც შეეხება ოცნების შანსებზე ვისაუბრეთ ამ პარტიის შესაძლებლობებზე. რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის შესაძლებლობებს, რამდენად რეალისტურია რომ ისინი მოახერხებენ დამოუკიდებლად, რაც მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდა 2008 წელს, დამოუკიდებლად მოსახლეობის იმ რაოდენობის ნდობის მოპოვებას, რომ მათ მოახერხონ პარლამენტში მოხვედრა. ანუ 5%-ის ხმების 5%-ის მიღებას. ნუ მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული ინფრასტრუქტურა, გამოიყენეს ეს წლები და
გარკვეული პარტიული ინფრასტრუქტურა შექმნეს ნაციონალურ მასშტაბში, ესე რომ ვთქვათ, მე მაინც სკეპტიკურად შევხედავდი მათ პოლიტიკურ პერსპექტივას და ამის მიზეზი მარტო ის კი არ არის, რომ მათ აქვს ქრონიკული ხარვეზი, რის გამოც მათ ხმას არასოდეს არ აძლევდნენ. არამედ ის არის, რომ ისინი შეეჩვენენ პარაზიტულ არსებობას, გონორით ლაპარაკს საზოგადოებასთან, ისინი მუდმივად ამ წლების განმავლობაში ითხოვდნენ ტორტის იმაზე დიდ ნაჭერს, ვიდრე მათ ჰქონდათ ლეგიტიმაცია საზოგადოებრივი და მიეჩვიენ ესეთ უკანა კარიდან ძალაუფლების მოთხოვნას, არა ხალხისგან, არამედ კონკრეტული ადამიანებისგან. იმისათვის, რომ დღეს მათ აღიდგინონ და გაიხსენონ ელემენტარული ჭეშმარიტებები, რომ ძალაუფლების წყარო მხოლოდ ხალხია და სხვა არავინ, ამასაც დრო ჭირდება. ქრონიკულ ხარვეზს რო თავი გავანებოთ, ამის დრო მათ დღეს არა აქვთ. მით უმეტეს ეხლაც რაღაცას ხლართავენ, აბსოლუტურად ბოლს აყენებენ, ესე რომ ვთქვათ, გველაპარაკებია, რომ ჩვენ მთავრობაშიც დავჩებით, იქაც დავჩებით, აქაც დავჩებით, რაც სრულიად ალოგიკურს ხდის მათ საარჩევნო კამპანიას, იქამდეც კი მიდით პოლიტიკას რო თავი გავანებოთ, ოჯახშიც კი შეიძლება რაღაც დრამატულად განვითარდეს მოვლენები, როდესაც უსუფაშვილს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოუწევს საკუთარი მეუღლის საჯარო კრიტიკა დაუშვათ, ხო? აი ესეთი აბსურდიც კი შეიძლება ვნახოთ. ანუ ისინი დღესაც რაღაცას ხლართავენ. მე მაინც რჩება შტაბ-ეტილება, რომ ცუდი თამაშის პირობებში ცდილობენ, რომ სახე შეინარჩუნონ, იმიტომ რომ აზრს მათ მრავალფეროვან მანევრებში მე მაინც და მაინც ვერ ვხედავ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ახლა სტუდიაში დავრუნდებით, ისო ბატონო გია. აი ბატონო გიამაც ისაუბრა ხუხაშვილმა რესპუბლიკურ პარტიის შესაძლებლობებს. ორი გია სიტუაცია. ორი გია, კი. სამი გია იყო ეს ჯგუფი გახდა. კი, 4 გია. მე და გია ხუხაშვილი რაღაც დუეტი ვართ. კვარტეტი არა. ბატონო გია, ჩვენ დამკვირვები რაც კვლევები გვაქვს იმას დამკვირვება იმის საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ რომ ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდება დიდი წამლეკავი უმრავლესობით პარლამენტში შესვლა და მას რაღაც სხვა მანევრის მოფიქრება დაჭირდება იმისთვის რომ მთავრობის შეკვრა ისე მოახერხოს. თუ ეს მოახერხა რა თქმა უნდა. თავისთავად რესპუბლიკელების დღევანდელი გაშვება კოალიციიდან რადგან ჭკვერუნაბიჯია მისი მხრიდან ამ გზაზე. ნუ არ ვიცი, მაინც და მაინც ზოგადად ვეთანხმები იმ ბატონ გიას რომ ასე ვთქვათ ეს ქვეყნისთვის ჯანსაღი განვითარებაა, ვითარების, იმიტომ რომ ქართული ოცნება ყოველთვის ფსევდო კოალიცია იყო, ნამდვილი კოალიცია არ იყო, იმიტომ რომ პარტიები, ასე ვთქვათ, თავისი პოლიტიკური წონით ხალხისგან მოსული მხარდაჭერის მიხედვით არ იყვნენ აქ შემოსულები. ელექტორატი იქ არავის არ მიუტანეს. ხო, ასე ვთქვათ, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი პირადი, ასე ვთქვათ, ხევით. საბოლოო ჯამში, ნუ როგორ ჩანს, ახლა გასაგებია რომ ბიძინა ივანიშვილის შექმნილია ეს კოალიცია და მისი ხელდასხმით არსებობს ახლაც და ისევ მასში შეყურებს ყველა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ძალაუფლება თუნდაც კოალიციაზე უსაზღვროა. იმდენად, ასე ვთქვათ, არაბუნებრივი ხდებოდა უკვე ამ ადამიანების და ჯგუფების თანაარსებობა, რომ ნუ მასაც გარკვეულად გაუჭირდა მისი შენარჩუნება. თუმცა მე ის შთაბეჭდილებაც მაქვს, რომ ელემენტარულად ადამიანურად აღიზიანებდნენ რესპუბლიკელები ბოლოს სწორედ აი იმ პრომეტი პრეტენზიის გამო, ვიდრე ნუ ბევრის აზრით ისინი იმსახურებდნენ. ანუ პრინციპულობაზე მეტად მათი პრობლემა რაც ბიძინა ივანიშვილი იყო მათი პრეტენზიულობა. ალბათ, ხო, არ ამგონია რომ მათი პოზიცია ახლა რა ხო და ფასეულობები ახლა არ შეცვლილა და რის გამოც მოიწვია თავის დროზე იმის გამო შეეძლო ბოლომდე შეენარჩუნებინა, მაგრამ ნუ როდესაც თინა ხიდაშელი ამბობდა რომ აი მე რო არა ეს ასე ვთქვათ პროდასალური კურსი არ იარსებებს, ნუ ასეთი რამე ალბათ ბიძინა ივანიშვილს მიუღებელი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ზუსტად ამას ფიქრობს. მე რო არა, საერთოდ არაფერი არ იარსებებდა და მათ შორის თინა ხიდაშელიც როგორც მინისტრი. ხო, მართლაც უფრო მართალია და ძალიან ძნელი წარმოსადგენია რომ ამას გაღიზიანება არ გამოიწვია და ეს გაღიზიანება როგორც ჩანს, როცა შეატყეს მას მისმა ძველმა მეგობრებმა ბატონმა თოფაძემ მეჭიაურმა, რომელთაც როგორც ჩანს რაღაც თავისი პირადი კონტაქტები გაქვთ და კარგად ესმით მისი სულის მდგომარეობის, ნუ როგორც ჩანს, თლად შემთხვევით არ იყო, რომ ამ ბოლო ხანებში წამოიწყო ეს
პრაქტიკულად ღია კამპანია რესპუბლიკელების წინააღმდეგ უკვე კოალიციის შიგნით. ეს ვარაუდებია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, როცა ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ. და როცა ის თავად დუმს ამ ყველაფერს. და ხადია ეს დუმს. დიდი ხანია. რამდენად კარგია ეს მისთვის. ეს არის უფრო ბუნებრივი ვიდრე კარგი, მაგრამ ერთი მხრივ მართალია, რომ ის ელექტორალური თვალსაზრისით ალბათ ბევრს არაფერს დაკარგავს. დაახლოებით შეიძლება მოიგოს კიდეც, არ გამოვრიცხავ, ცოტა დაკარგავს, ცოტა მოიგებს და შეიძლება ის მოგებული მეტი იყოს ვიდრე დაკარგული. რატომ თქვენ 2013 წელი იყო ტაბულას ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია ლეგვის ფოთლების შესახებ. ანუ პოლიტიკურ გუნდის იმ პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ, რომლებიც წარმოადგენდნენ ერთგვარ შირმას ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მას დაემტკიცებინა, რომ ის პროდასავლურია. მაშინ თქვენ მასეთი შედარებაც მოიყვანეთ შევარნაძის გუნდთან დაკავშირებით, რასაც შევარნაძისთვის ჟვანია სააკაშვილის ტანდემი წარმოადგენდა. რამდენად ჩავარდა ეს პროექტი თავისთავად, რასაც ერქვა ბიძინა ივანიშვილისთვის პროდასავლური შირმის მორგება. ამ წუთისთვის შეიძლება გარკვეულად ჩავარდნილია და სწორედ ამიტომ არის მაინც პრობლემა. ელექტორალურად შეიძლება პრობლემა არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის რესპუბლიკელების დაკარგვა, მაგრამ იმიჯისთვის რაღაც დისკომფორტი ექნება, ხო, იმიტომ რომ ერთი მხრივ არის დეკლარირებული პროდასავლური კურსი, მაგრამ რო შეხედავ, თქვა, პარტია ქართულ ოცნებას, მეტისმეტად აშკარაა ეს კონტრასტი დეკლარირებულ კურსსა და ამ ადამიანების საუბარს შორის, ხო, და რას ამბობენ და ამიტომ რაღაც უხერხულობას ეს ქმნის. მაგრამ როგორც ჩანს, მას იმედი აქვს და ასე ვთქვათ, გარკვეულ ლიდერებს პარტიაში იმედი აქვს, რომ ამას ეშველება, ეს დაანონსებული, ასე ვთქვათ, განახლება პარტიისა მოხდება და პარტიის იმიჯი შეიცვლება, ის ასე ვთქვათ, ლეგვის ფოთლების ფუნქცია გადავა კოალიციის პარტნიორებიდან გარკვეულ ჯგუფზე, ადამიანების ჯგუფზე თვითონ პარტიის, უпростоრად არა კოალიციის, არამედ პარტიის შიგნით. როგორც ჩანს, მოლოდინი და იმედი ეს არის. რამდენად გამოუვათ ეს, სხვა საკითხია, რამდენად იშოვიან, ასე ვთქვათ, ისეთ ადამიანებს, ვინც თანახმა იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალური იყოს ბოლომდე, რაც ეს ტესტი ვერ ჩააბარეს რესპუბლიკელებმა მაინც, თავში არა უვარდება. სრული ლოიალობა. ბოლომდე ლოიალური და მართლაც, ასე ვთქვათ, განასახიერებდეს ევროპულ ღირებულებებს. ეს სრული ლოიალობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ასე ვთქვათ, თანამედროვე ევროპული და დასავლური ღირებულებების, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტი განსახიერება, ეს ორი რამე შეიძლება რთული მისაღწევი იყოს ასეთი ფიგურების პოვნა. ერთადერთი კვირიკაშვილია ჯერჯერობით და რაღაც მის პროდასავლურობა თავისთავად რაღაცა ხო, მაგრამ ისეთი სწორედ ადამიანის პოლიტკორექტული ადამიანი ხო, პროდასავლურობა პოლიტკორექტულობასთან არის ასოცირებული ხშირად. ეს რაღაც პოლიტკორექტულად საუბრობს და ესე იგი უკვე პრაქტიკულად მის მიმართ კითხვა აღარ ჩრდება, რომ ის ნამდვილად ის არის, მაგრამ ერთია და კიდევ არის 3-4, როგორც გია ფუხაშვილმა თქვა, 3-4 კვირიკაშვილისნაირი რო იყოს, უკვე პრობლემა გადაწყვეტილია. გასაგებია. ეს არის მოლოდინი. ბატონ თორნიკე, შესავალში ვიხმარეთ ტერმინი, რომელიც დღეს Facebook-ში ძალიან პოპულარული იყო. კაკისტოკრატია, რაც არის ცუდების მმართველობაში, თლიანად რო ცუდები იქნებენ მმართველობას ხელში. რამდენად შესაძლებელია, რომ აი ამ ტერმინი გამოიყენოთ იმის დასახასიათებლად, რაც აი დღევანდელი დღის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში, მას შემდეგ რაც გარეგნულად მაინც როგორც ბატონმა გიამ თქვა, შედარებით პოლიტკორექტული ხალხი ჩამოშორდა და მომავალში უფრო მეტად ჩამოშორდება ხელისუფლებას. აი ხა თუ პრინციპში არ ჩათვლით რამდენიმე ნორმალურ პოზიტიურ ფიგურას იგივე კვირიკაშვილს, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ რეალურად სამოსნების ხელში აღმოჩნდით საბოლოოდ სამწუხაროდ. ჯანმრთელი და სამოსანი აღმოჩნდით. ჯანმრთელიც არ ამე ხა ოროსანიტურები. ჯანმრთელობა ახლა მართალი გითხრათ ამ ვიდეოების ფონზე და კომენტარების ფონზე მათ ჯანმრთელობაში წავიდა ფსიქიკურში სერიოზული ეჭვებარება მართალი გითხრათ. ვართ სამოსნების ხელში და უყურდ კარგი ის არის სამოსნები ერთად ბუნებრივია საბოლოო ჯამში პოლიტიკაში დიდხანს ვერ დარჩებიან. ხუთოსნები იმედია მოუგებენ ოდესღაც. კარგი ხუთოსნები გვინდა. ხმა მაგალი პოლიტიკური განცხადება. ხუთოსნების პარტია გჭირდება სერიოზული. ხუთოსნების პარტია გვაქვს ხოლმე შორის.
მაგას გულის ხო? მაგას არა, უბრალოდ ისე. ხუთიანის პარტია? ხუთიანი აცილოს. ხო. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიის შესაძლებლობებს თავისთავად და მათი იმის სადაც ბატონმა გიამაცის საუბრო, რამდენად დამაზარალებელი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილისთვის მათი მოშორება. არ მგონი იყოს მაინდა-მაინც დამაზარალებელი, რაც შეეხება დასავლეთს იქ აშკარად ეს საქმე გადააბარეს კვილიკაშვილს და მის, პატარა გუნდს, შეიძლება გუნდში მოვიაზროთ მისი ფავორიტი ჯანელიძე, ეხანდელი საგარეო მინისტრი, ასე რომ დასავლეთთან როგორც ჩანს ივანიშვილი თulis რომ დასავლეთთან რაღაცნაირად ურთიერთობას ისინი დაალაგებენ და გუშინამულად ვარსტები ერთ-ერთი რესპუბლიკელი ჩვენ არჩევნების ჩატარება ვიცითო. ჩატარებაში ასგულისხმობდა ალბათ ყველანი ესექვე ხვდებით. მაგრამ მე მგონი ამის გარეშე ზოგადად ოცნება, ურჩევნია ოცნებას თუ გავიდეს რესპუბლიკების გარეშე. ყველა ვარიანტი. ჯერ იმიტომ რომ თუ ჩატარებაში გაყალბება იოლისხმებოდა გაყალბება უკვე ესე თქვა შემცირდა გაყალბების შანსი საქართველოში მადლობა ღმერთს ხა. ასე თუ ისე ძალიან ბევრი NGO მუშაობს სამხრივ აკვირდება უცხოელებს აკვირდება ინტენსიურად მედიას მუშაობს მადლობა ღმერთს. არჩევნების დღეს მაინც არჩევნების გაყალბება შედარებით გაცილებით რთულია მაქსიმუმ 10% როგორც ლაპარაკობენ ისიც მაჟორიტარები და იმის ხარჯზე. ასე რომ ურჩევნია თქო უნდა გავიდეს მათ გარეშე და რესპუბლიკელებმა პრინციპში რაც მოხდა თავის თავს უნდა დააბრალონ. იყვნენ შვენიერ სიტუაციაში ასე კარგად ისინი არ ყოფილან და ალბათ შეჭიმა რომ არც იქნებიან არასოდეს როგორც ჩანს ზედმეტი მოინდომეს ეს გამოიხადა ზედმეტი თქო უნდა ქაბოტონი თინა ხიდაშელის ინტერვიუში სადაც მისმა ეგომა აშკარად გადააჭარბა ყოველ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ის თქო მოლოდინებს და საბოლოო ჯამში მიიღეს ის რომ ეხლა გავლენ ცალკე მე იდეაში ლაპარაკია რომ მე შევლენ ის კოალიციაში მაგრამ ცალკე რომ რამდენს აიღებენ კოალიციაში შევიდე ხო აი მაგაზე ვისაუბრეთ აიღებენ ცალკე რომ გავლენ ეს არის ძალიან საინტერესო ასე რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ეხლა ესე თქვათ ქართული ოცნების პარტიის სინდისი დამშვიდებულია აღარა კონფლიქტი თავისთავად თუ გავიხსენოთ საინტერესო როცა ღარიბაშვილი გაუშვეს სიხარულს ვერ ემალავდა რესპუბლიკური პარტია და პარალელურად ზიზღს ვერ ემალავდა რესპუბლიკელების მიმართ ქართული ოცნების პარტია. ძალიან საინტერესო იყო. აი ეს დაკვირვება მაშინ ეს ყველაფერს გეუბნებოდა იმ პერიოდში რა. გასაგებია დაგემოდებით აუცილებლად. ქალბატონ თამარ თავისთავად ბიძინა ივანიშვილის мотиваციების საუბარი რთულია, იმიტომ რომ ის თავის შესახებ საერთოდ არ საუბრობს, ბოლოს ხესთან დაკავშირებით გამოჩნდა, როცა იქ ჩავიდა და იქ შეკრებილ უფლებადამცველებს ეჩხუბა. მაგრამ თავისთავად ის ნაბიჯები, რაც მან გადადგა რესპუბლიკური პარტიის ჩამოშორებით, კოალიციის დაშლით, ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რომ მას მარტო რესპუბლიკური პარტია არ ჩამოუშორებია, მან ჩამოიშორა მრეწველების, კონსერვატორების და ეროვნული ფორუმიც. მათაც ცალკე მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა, დარჩა მხოლოდ წმინდად მისი გუნდი, რომელიც შედგება ისიც საკმაოდ ჭრელია, თუმცა ძირითადად ამას მეჭაური ალბათ კარგი სიმბოლური სახე იქნება აი ამ გუნდისა, რომელიც თავად პარტიაშია თავმოყრილი. რამდენად შესაძლებელია, ანუ ბატონო გიაცაღრიშა, რომ წამლეკავი უმრავლესობა მათ ვერ ექნებათ, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი წინსვლა რომ მოახერხონ არჩევნებში. სამწუხაროდ დღევანდელი ქართული საზოგადოების გათვალისწინებით და თუ რაღაც განსაკუთრებული არ შეიცვლება არჩევნებამდე, ახლა არც ისე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ არც ძალიან ცოტა, თუ რაღაც რადიკალური არ მოხდა, არ შეიცვალა, მე არ გამოურიცხავ, რომ აქვთ ამის შანსი, რომ შეიძლება არა როგორც აღინიშნა ძალიან დიდი უმრავლესობით, მაგრამ სამწუხაროდ აქვს შანსი, რომ უმრავლესობით გავიდნენ. და რაც შეეხება ამას, რომ გადაწყვიტეს ეს აშკარად მათი გადაწყვეტილება ამ ხალხის ჩამოშორება და არა თვითონ ამ ხალხის, კიდე რესპუბლიკელების და კიდე სხვების, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არ აწყობდათ ეს და ეს არაერთხელ გამოხატეს კიდეს, რომ მათ არავით არის სურვილი კოალიციიდან და თუნდაც საარჩევნო ბლოკიდან გასვლის არ ქონდათ და არ შეიძლება ქონოდათ, იმიტომ რომ ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან ივანიშვილის რესურსებზე. ჩვენ ბოლოები დავტოვებთ კოალიციას, აი სწორედ ასე თქვა რა თქმა უნდა, ამის არავითარი ინტერესი არ ქონდათ, ამდენი ესმოდათ. რა თქმა უნდა, ეს იყო თვითონ მათი გაკეთებული, თვითონ ივანიშვილის გადაწყვეტილება, ისევ და ისევ, როგორც ჩანს, მართალია მას თავიდან, როცა ხელისუფლებაში მოსვლის საკითხი იდგა, აწყობდა რესპუბლიკელები და სხვაებიც, იმიტომ რომ მათ ეს რამდენად დამსახურებულია და რამდენად სწორია ეს სხვა თემა, ახლა ამის დრო არ არის. მაგრამ აქვთ პროდასავლური იმიჯი. მე არ ვთვლი, რომ ეს სრულიად შესაფერისია მათთვის პროდასავლური იმიჯის მინიჭება, მაგრამ ეს სხვა თემა აქვთ ეს იმიჯი და სწორედ ამიტომ იყო, რომ თავიდანვე ბიძინა ივანიშვილს უკვე ჰქონდა მიღებული აი ეს ასე რომ ვთქვათ გადაწყვეტილება, მე მგონია თავიდანვე გარკვეული თავისი გამომგზავნელის მხრიდანაც ეს შერჩეული იყო ეს
უპირველესად რომ მას უნდა გაეკეთებია აქცენტი რესპუბლიკელებზე. პირველ ვიზეც გააკეთა აქცენტი ეს იყო რესპუბლიკელებზე, რომ ჭირდებოდა სწორედ ამ იმიჯისთვის და შეიძლება გარკვეულწილად ეხლა ჭირდებოდა, მაგრამ ეხლა ეთყობა უკვე ნაკლებად. რაღაც შემსრულებლის გამოუჩნდა და ასე შემდეგ და რაც თავარია ალბათ გადაწონა უარყოფითმა მხარემ მასში ამბიციურობამ რომელიც ის ვერ იტანს ვერავის ამბიციურობას ბუნებრივია და კიდე იმან რომ რესპუბლიკელებს საერთოდ ცუდი ის აქვთ ასე რომ ვთქვათ პოპულარობა არ აქვთ ცუდი სახელი აქვთ და შეიძლება გარკვეულწილად მათი ჩამოშორება არამც თუ არ მოაკლოს ამ მომრჩეველი შეიძლება რაღაც ნაწილი მოაკლოს და შეიძლება მეტი როგორც აქ აღინიშნა მეტი პირიქით მიუმატოს იმიტომ რომ ძალიან ბევრისგან გამიგია რომ თქვათ ივანიშვილი მოწონდათ მაგრამ არ მოწონდათ მისი გარემოცვა ხო ეს ამდენად სწორი იყო ასე საკითხის დასმე სხვა საკითხია მაგრამ რეალურად ესეთი განწყობები არსებობდა ასე რომ მათ ჩათვალეს რომ ეს უფრო მომგებიანი იქნებოდა თორე რო არ დომოდათ პირიქით ეს ხალხი არ აპირებდა იქიდან გასვლას გასაგებია ბატონ გია უკვე საარჩევნები ახლოსაა და საარჩევნო ბლოკებზე საუბარიც დროულია რა ტიპის საარჩევნო ბლოკები შეიძლება ვნახოთ რომელიც ეფექტური შეიძლება გამოდგეს 2016 წლის შემოდგომის არჩევნებისათვის თავისთავად რესპუბლიკური პარტია აქ აღინიშნა და მე შემიძლია მარტივი სტატისტიკა შეგვიძლია მოვიყვანოთ მათი არჩევნებზე წარმომადგენლები საკმაოდ დაბალი იყო მათი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 99 წლის არჩევნებზე როდესაც ისინი ორ პარტიულ გაერთიანებაში იყვნენ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან და მაშინ მოახერხეს 4.7%-ის მიღება, მაშინაც ვერ გადალახეს სხვა. მხოლოდ მარტო მათ მიიღეს მონაწილეობა 2008 წლის არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში 3.76% მიიღეს მაშინ. საკმაოდ სუსტი ელექტორალური პოზიციები საკმაოდ სუსტია. შესაბამისად, მათი გაერთიანება რაიმე ტიპის საარჩევნო ბლოკში ალბათ ლოგიკური იქნებოდა. როგორ ფიქრობთ, ამდენად ეფექტური იქნება თუნდაც ბატონი ალასანეს თავისუფალი დემოკრატების რესპუბლიკური პარტიის და თუნდაც გირჩის რაღაც ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ საარჩევნო ბლოკში ხილვა რამდენად ეფექტური იქნებოდა ელექტორალურად. ნუ ლოგიკური ნამდვილად იქნებოდა ისე ზოგადად, იმიტომ რომ დაახლოებით ერთ იმ აზრით რომ ერთი ელექტორატია და ამ ერთი ელექტორატისთვის უნდა იბრძოლონ ამ პარტიებთან და ამიტომ ჯობია თქვა არ იბრძოლონ და ერთად იყვნენ, მაგრამ ეს თეორიულად მართლაც, მაგრამ რეალურად ჩვენ გვახსოვს ერთის მხრივ რომ ორჯერ ეცადნენ ალასანიას პარტია, ნუ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები კოალიციას, ორჯერვე ეს არ გამოვიდა, ორჯერვე ალასანიას ინიციატივით. ანუ ესენი მათი ასე ვთქვათ, ქიმია თუ შეთავსებადობა პიროვნული არ გამოდის. ნუ გარდა ამისა, ასე ვთქვათ, კიდევ ერთია რომ ისინი, ნუ ოშხვაში ამობილო რჩებიან ქართულ ოცნებაში და ქართულ ოცნებაშიც დარჩნენ და კიდევ თავისუფალ დემოკრატებთანაც ალიანსი ჰქონდეთ, ეს რესპუბლიკური პარტიის ჩახლართული, ასე ვთქვათ, ლოგიკისთვისაც კი მიუღებელია ალბათ. ეს არ გამოვა. და პლუს ახლა რა თუნდა, ასე თუ ისე ირაკლი ალასანიას შეიძლება თქვა ძალიან დიდი რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ნუ დღევანდელი გადასახედიდან ყოველ შემთხვევაში პარლამენტში მოხვედრა აქვს გარანტირებული, ასე თუ ისე, ასე ჩანს. 5%-იანი ბარიერს ნამდვილად გადალახავს. ანუ შუაშისტების, ეგრეთ წოდებული შუაშისტების ძირითადი ფალავანი ამ ეტაპზე არის ირაკლი ალასანია და რატო უნდა სჭირდებოდეს მას პიროვნული ურთიერთობების ისტორიაც რო გადავდოთ გვერდზე, ვთქვათ, რესპუბლიკელების აკიდება, რომელთა ელექტორალური ძალა საკმაოდ სათუოა. ასე რომ ეს საარჩევნო ბლოკის ეფექტისთვის თუნდაც აი პროდასალური პარტიების. ხო, გასაგებია, კი. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ნუ ჯერ ერთი თქვენს უკვე რამდენჯერმე რამდენად ვიცი რომ არ ვაპირებთ ამასო, ახლა ამ დღეებში ასე რომ ეს არ ამგონი ახლა გირჩი სხვა საკითხია, ნუ გირჩი იმდენად ჯერჯერობით სუსტი მოთამაშე ჩანს ელექტორალურ თვალსაზრისით რომ ჩვენ მის შესაძლებლობებს მაგრამ პიროვნულად რაღაც შეიძლება რაღაც მისაღები იყოს მათთან თანამშრომლობა ალასანიასთვის, თორემ გირჩი და რესპუბლიკელები ცალკე ეს კიდე ასევე ძალიან რთულად წარმოდგენადი კომბინაციაა, იმიტომ რომ ნუ ძალიან განსხვავებული ხალხი. პროდასავლურობა ეს ძალიან ზოგადი ქოლგაა, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველა დანარჩენ თვალსაზრისით გარდა აი ამ ზოგადი პროდასავლურობისა, ნუ ძალიან ძნელია მათ შორის რამე საერთოს ნახვა. გასაგებია, ბატონ თორნიკემ, ერთი მხრივ პროდასავლური პარტიების ქოლგა და მათ შორის საარჩევნო ბლოკების შეკრა გასაგებია, თუმცა ჩვენ გვყავს პრორუსული პარტიებიც საკმაოდ ბევრი
და ძლიერი სუსტ ვერ დავარქმევთ ქალბატონი ბურჯანაძის პატრიოტთა ალიანსის ინაშვილის ჯგუფის და უკვე გამოთავისუფლებული მრეწველების მრეწველებით შეიძლება რესპუბლიკელებზე ნაკლების შანსი მე მგონი მრეწველებს არ ექნება ცალკე როგორც მრეწველებს კი მრეწველებს არჩევნებში მონაწილეობის ხანგრძლივი გამოცდილება და ფულიც აქვს კი ხო ნუ რამდენად ფიქრობთ რომ სწორედ აი ამ პარტიებს შორის კოალიციური საარჩევნო ბლოკების შეკრა ეფექტური შეიძლება იყოს უკვე პრორუსული ძალების და პრორუსული განწყობების მობილიზებისათვის და გაზრდისათვის ინაშვილი ბურჯანის ალიანსს მართალად ვერ ხედავ იმიტომ რომ შეუთასებლობები არსებობს საკმაოდ სერიოზული როგორც ვიცი მათ შორის დაფინანსების წყაროშიც და ესე თქვა შეუთასებლობებიც არსებობს როგორც მე ვიცი ასე რომ ამ ბლოკს ვერ მოვიაზრებ ასე ეთახმება აბსოლუტურად გიას ვერ მოვიაზრებ რესპუბლიკელების და ალასანიას ბლოკს თუნდაც იმიტომ რომ ხა რესპუბლიკელები მე მგონი ისევ შეეცდებიან რაღაცნაირად და უცნებაში აღმოჩნდნენ ამ შემთხვევაში ალასანიასთან გაერთიანება მათთვის კატასტროფული იქნება მათთვის ძინა არაბატიებს ნამდვილად ალბათ ხა ფაქტია და საერთოდაც ალბათ მე მგონი ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რესპუბლიკელებს გამოცდილებაა რომ მხოლოდ და მხოლოდ დიდ კოალიციაში აქვს მათ შანსი ალასანიასთან ერთად ვიდრე ალასანიას გავუსვათ სხვა შორის ჩვენ ვიცით რომ ალასანია ძალიან თავშეკავებულია მაგრამ როცა ხიდაშვილმა თავის ცნობილ ინტერვიუში თქვა რომ ალასანია გავიდა იმიტომ რომ ნერვებმა უმტყუნაო ძალიან კაცად უპასუხა ალასანიამ ძალიან ისე თქვა ღიად უთხრა ჩვენ ნერვების გვაქვს თავმოყარეობაც და მსგავსი ღია განცხადებები მკვეთრი ალასანიას არ ახასიათებს როგორც ჩანს ძალიან გამოვიდა მოთმინებიდან ამ განცხადების შემდეგ ასე რომ მათ შორის ალიანსიც გამორიცხული მიმაჩნია სხვა საქმეა თოფაძე თუ შეეკრება სიტყვაზე ან პატრიოტთა ალიანსს ან ბურჯანაძეს აქ პრინციპში ლოგიკას ნამდვილად ხედავ ისე და ისე თქვა დაფინანსების პრობლემაც აღარ არსებობს ვისაც შეეკრება იმისთვის გასაგებია ქალბატონ თამარ რესპუბლიკელებმა დღეს თქვეს რომ მთავრობაში დარჩებიან თან კონკურენტები იქნებიან თან პარტნიორები იქნებიან ასეთ მაღალი პატივის პარტნიორობა იქნებათ სამთავრობო პარტნიორობა იქნებათ ამ ყველაფერთან ერთად გასაგებია შიდა პოლიტიკური გადანაწილება ქართულ ოცნების კოალიციაში გასაგებია თუმცა მძიმე წელიწადია საკმაოდ საქართველოსთვის ბევრი გამოწვევიდან გამომდინარე რესპუბლიკელებს საკვანძო თანამდებობად თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეს სამინისტრო სწორედ მათ დაქვემდებარებაშია. რამდენად შესაძლებელი იქნება საერთოდ ეფექტური შედარებით ეფექტური სამთავრობო მოქმედებები ამ პირობებში? ხო ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა კვირიკაშვილმა თქვა რომ ესე იგი ჯეჯობით ესე იგი გამოდიოდა სიტყვასიტყვით არ მახსოვს მაგრამ მისი ლაპარაკიდან გამოდიოდა რომ რჩებიან რესპუბლიკელები მთავრობაში მაგრამ ესეც გარანტირებულად აღნიშნა რომ არჩევნებამდე თუ არ მოხდაო რაღაც ურთიერთობაში რაღაც დაიცვეს თუ აი რაღაც შინაარსი ეს იყო რომ თუ ჭკვიანად იქნებიან დარჩებიან არჩევნებამდე მოკლედ შინაარსი ეს იყო ესეც გარანტირებული არც ეს არ არის რესპუბლიკელები რა თქმა უნდა ჯერ კიდევ შეეცდებიან სწორედ რომ ამ ხავს ჩაებრაუჭონ და ამიტომ მართლაც აი როგორც აქ აღინიშნა არ ამგონია რომ თქვათ ამის გამო რომ ჯერ ოცნებასთან უნდათ კიდევ რომ რაღაც ყოველ შემთხვევაში დახმარება და მხარდაჭერა მიიღონ არჩევნებში თუნდაც ცალკე გასulis შემთხვევაშიც მათი მხარდაჭერა დაჭირდებათ ამიტომ ალბათ თუ ძალიან მკვეთრი დაპირისპირება არ მოხდა ისინი შეეცდებიან რომ ისე ოცნებასთან იყვნენ გარკვეულწილად და ამიტომ ალასანიასთან კავშირი გაუჭირდებათ და ცხოვრების ეფექტურობას თავისთავად ეფექტურობას შეუშლის თუ არა? დიახ ну ახლა მაინდამაინც ეფექტურობით ეს მთავრობა ისედაც არ გამოირჩევა და არ ამგონია ძალიან დიდი ცვლილება მოახდინოს. თუ გავიხსენებ სიტყვაზე მაგალითად თინახიდაშვილმა რას მიაღწია თავთვის მინისტრობისას რას მიაღწია პირველი ასკნა წავიდა და ბრიუსელში ლამის ულტიმატუმი წაუყენა გენდივას რომ მათ თუ არ მოგწევ მაშინ რუსეთისკენ წავალთო და ახლა ჯერეთი უნდა იცოდეს იმდენი არ იცოდა მაშინ ნამდვილად რომ გენდივანი მაპს ვერ იძლევა ხო და მე თქო არ მომითხოვია მაპიო და ასე შემდეგ ასე რომ ახლა მოდი პირდაპირ თქო და ახლა რესპუბლიკელებს რეალურად არ ქონიათ არც ერთ როგორც მე ვიცი სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ალასანიას გუნდის სხვა არის დიპლომატები იყვნენ რაღაც გამოცდილება მაინც ქონდა და მათი დასვლით რაღაცნაირად კადრების დეფიციტის პრობლემა შეექმნა ოცნებას და რესპუბლიკელებს ახლა რა გამოცდილება ქონდათ შიდა პოლიტიკის გარდა არაფერი და ბოლოს მოდით ამით დავამთავროთ ბატონო გია თქვენთან მექნება ბოლო კითხვა რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას როგორც მასურს რომ ეწოდოს და ასეც არის ყველა გამოკითხვით მთავარ ოპოზიციურ ძალას ყველა პარტიაზე როგორი მოქმედებს ეს გადანაწილება ჩვენ თქვით როგორი მოქმედებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ელექტორალურ შესაძლებლობებს არა მგონია დიდად იმოქმედოს ისევე როგორც ქართულ ოცნებაზე ვთქვით პარტია ქართულ ოცნებაზე რომ დიდად არ იმოქმედებს ალბათ არც ნაციონალურ მოძრაობაზე
ანუ ნაციონალურ მოძრაობას სიძლიერე არის იმაში, რომ მას აქვს მყარი, ასე ვთქვათ, ბირთვი ამორჩევლების და ამ ჯობია თუნდაც ქართულ ოცნებას, რომელსაც უფრო სიტუაციური ამორჩეველი ყავს. მაგრამ ნუ რაღაც აი ბირთვის გარეთ გასვლის პრობლემა აქვს და ამ ხრივ ახლა ქართული ოცნება კოალიცია იქნება თუ პარტია, ნუ ძალიან დიდად არ შეიცვლება სიტუაცია. ნუ შეიძლება ერთის ხრივ ქართული ოცნების პოზიციას რო დაუბრუნდეთ, ქართული ოცნებისთვის ზოგადად ცუდია ის, რომ ნაკლებად ორპოლუსიანია პოლიტიკური სპექტრი. ნუ მათ უხარიათ მის მომხრეებს ხშირად აი ეს საკარგია და ეს პლუსია, იმიტომ რომ თითქოს ადვილი სამართავია უფრო ბევრი მოთამაშე რო არის, მაგრამ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ხიბლი რით იზიდავს ქართული ოცნება ამორჩევას, ხო? გარდა ადმინისტრაციული რესურსებისა, ერთი ციური მანანას დაპირებით და მეორე რო 9-თავიანი დევის მოკლით, ხო? ციური მანანასი ხო, 9-წლიანი, პირსისხლიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ახლა უკვე მისი დაბრუნების, ასე ვთქვათ, შიშით, ხო? ეს დღეს უკვე ეს არის. მაგრამ ნუ ციური მანანასი აღარავის აღარ სჯერა, მაგრამ როდესაც უფრო ასე ვთქვათ, მრავალი პოლიტიკური მოთამაშეა, შესაბამისად აი ამ 9-თავიანი დევის დაბრუნებით დაშინებას უფრო რთულია. ამიტომ კიდევ უფრო მარტო ადმინისტრაციული რესურსით რჩება პრაქტიკულად, ხო? ანუ იდეოლოგიურად არაფერი აღარ რჩება. მაგრამ ეს ქართული ოცნების პრობლემაა, ასე ვთქვათ, და ნაციონალები ამით ჩემი აზრით პრინციპულად მათი პოზიცია და შანსები ძალა თუ სისუსტე არ იცვლება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ბატონი გედა არჩება ჩვენთან, ჩვენ შემდეგ ბლოგში განვიხილავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და შესაძლებლობებს, რაც შეიძლება შეიცვალოს უნივერსიტეტში. დარჩით ჩვენთან, მალე დაგიბრუნდებით.